თუ ისლამ მახაჩევი ზედა წონაში ავა, დარწმუნებული ვარ, რომ ილია თოფურიასა და პედი პიმბლეტის ჩხუბისთვის ამზადებს ორგანიზაცია ნიადაგს. ყოფილი ჩემპიონი, რომელიც მიჯრით ორჯერ ძალიან მძიმედ დაანოკაუტეს და შემდგომ დაბრუნდა, ისე თითქოს არაფერიც მომხდარა და კვლავ შემოირტყა წელზე ქამარი. ეს არის ალექსანდრ ვოლკანოვსკი, ერთადერთი მებრძოლი 35 წელს გადაცილებული, რომელმაც ამ წონით კატეგორიაში ქამარი დაიბრუნა. ეს იყო ის ალექსანდრ ვოლკანოვსკი, რომელიც ყველას გვიყვარს, რომელიც ყველას გვინახავს აქამდე და რომელმაც სამჯერ დაამარცხა მაქს ჰოლოუეი, დაამარცხა იარ როდრიგესი, კორიან ზომბი, ასევე ბოლო მოუღო ბრაიან ორტეგას და მოკლედ ეს სია გრძელი. ის არაპირებს ჯერჯერობით არსად წასვლას. მისი IQ, საბრძოლო IQ კვლავ ადგილზეა და შემოგთავაზა ნამდვილი მასტერკლასი. ის, რასაც დიეგო ლოპესი აკეთებდა მთელი ბრძოლის განმავლობაში, თუ არ ჩავსვლით იმ ნოკდაუნს მეორე რაუნდის ბოლოს, დანარჩენი ყველაფერი იყო ვოლკანოვსკის სცენარისა და კარნახის მიხედვით. ვოლკს ჰქონდა 25 წუთი იმისათვის, რომ დაემარცხებინა ლოპესი, ხოლო ლოპესს მხოლოდ ჰქონდა 2 წუთი ვოლკის დასაფინიშებლად, რომელიც მან ვერ გამოიყენა, მით უფრო ბოლო რაუნდებში, როდესაც იცი 100%-ით, რომ ეს ბრძოლა გაქვს წაგებული, მაგრამ დისტანციას ვერ უხურავ ალექსანდრ ვოლკანოვსკის, რომელიც შენზე გაცილებით უფრო დაბალია, შენ ხარ ფორმის პიკში, მაგრამ როგორც ჩანს, შენში ჯერ არ გაუღვიძია ჩემპიონის მენტალიტეტს და საერთოდ გაიღვიძებს თუ არა ეს, ცალკე საკითხია, მაგრამ ამ ეტაპზე გამოჩნდა, რომ დიეგო ლოპესი არ არის ჩემპიონობისთვის მზად და ძალიან კარგი მოხდა ის, რომ ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ დაიბრუნა ქამარი. ძალიან ბევრი მიზეზის გამო, პირველ რიგში, რომ ის ყველას საყვარელი მებრძოლია, მეორე შემთხვევაში, იმიტომ რომ ეს ის ვოლკანოვსკია, რომელიც ვინახავს აქამდე და ის ძველი დიდება ჯერჯერობით მაინც აქვს შემორჩენილი, მიუხედავად იმ თავის დაზიანებისა, რაც მიჯრით ორჯერ უკვე მიიღო მახაჩევისა და თოფურიასგან, შესაბამისად, ისევ იგივე მეფე ყავს ამ დივიზიონში, ძალიან კარგია ეს ყველაფერი, თუმცა რა დარჩენია ახლა ვოლკანოვსკის, გარდა იმისა, რომ მოირგოს კარგად ქამარი, რომელიც ცოტა ხანს არ ჰქონდა მას და დაუპირისპირდეს ევლოებს. სხვა ამ ეტაპზე დივიზიონში დიდად არავინ რჩება, ისეთი ვისთანაც არ უჩხუბია. თავის მხრივ გამოიკვეთა ის ფაქტი, რომ დიეგო ლოპესი და იარ როდრიგესი ახლა უკვე ოქტაგონზე გაარკვევენ ურთიერთობას და ყველაფერი ის, რაც მოხდა სკანდალი და დრამა პრესკონფერენციაზე, ახლა გამოირკვევა მათ შორის თუ ვინ არის საუკეთესო და ეს ცალკე საკითხი კი უნდა იარ როდრიგეს ახლა პირდაპირ ქამარზე, მაგრამ ეს დარწმუნებული ვარ არ მოხდება და ევლოებია რიგში პირველი და სანამ როდრიგეს და ლოპესი გაარკვევენ ერთმანეთში ურთიერთობას, მანამდე შეეცდება ალექსანდრ ვოლკანოვსკი, რომ თავისი საბრძოლო IQ დაუპირისპიროს დაუმარცხებელ მოვსარ ევლოებს, რაც ჩემი აზრით არ უნდა გაუჭირდეს იმ შემთხვევაში, თუ კარგად გაივლის ვოლკი ქემს და კარგად შეისწავლის მეტოქეს, ამ შემთხვევაშიც მოუწევს ევლოებს ვოლკის სცენარის მიხედვით მოქმედება. და ზოგადად ეს ფენომენი, რაც ახლა ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ შემოგთავაზა, ჩემი აზრით არის უნიკალური რამ და მხოლოდ ერთეულ ადამიანებს შეუძლიათ ის, რაც მან გააკეთა. არ ჩავალ ახლა სტატისტიკაში იმისა, თუ რამდენი დარტყმით აჯობა ლოპეს და რა შემთხვევაში როგორ მოქმედებდა, ეს ისეაც დღესავით ნათელი იყო და მიუხედავად იმისა, რომ ერთ მომენტში მართლა შეგვაშინა იმ ნოკდაუნით, მაინც მივხვდით, რომ არ შევიდა ლოპესის თამაში, განსაკუთრებით საჩემპიონო რაუნდებში და ის რა გაცვლებიც უნდოდა ლოპეს, ეს ყველაფერი კარგად ქონდა ნანახი ვოლკს, შესაბამისად არ შევიდა ამ წყალში და თავის გეგმას მიხვა ზედმიწევნით. აი ეს არის ხოლმე, რაც ხშირად მებრძოლებს აკარგვინებს ხოლმე მოთბინებას, როდესაც არ მიყვებიან იმ გეგმას, რაც თავდაპირველად ქონა დასახული, ან რაც ბრძოლის განმავლობაში თავიანთ კუთხესთან შეიმუშავეს და ვოლკი დისციპლინირებული იყო თავიდან ბოლომდე და მიუხედავად იმისა, რომ ლოპესი გაცილებით დიდი არის გაბარიტულად და უფრო დიდია წვდომი მასა და ვოლკანოვსკის შორის, მაინც დისტანცია ვერ დაუხურა ლოპესმა და პირდაპირ თარტყმებით ვოლკმა აჯობა ეს ქურცელზე წერია და ვიზუალურადაც კარგად ჩანდა. ახლა კი რაც თავარია ის, თუ გამოჩნდა რამდენად დიდია ილია თოფურია ამ დივიზიონისთვისაც კი. ერთი შეხედვით თითქოს არაფერი, მაგრამ ამ ბრძოლამ ძალიან ბევრი კონტური გამოკვეთა. მაგალითად ის, რომ პედი პიმბლეტი რაც არ უნდა სუბიექტურად ვიყოთ მის მიმართ განწყობილი, პერსონალურად ემოციურ დონეზე, ის იმაზე უკეთესი მებრძოლია, ვიდრე ჩვენ ეს გვგონია. ძალიან ძლიერია იგი მიწაზე, კარგი სტრაიკინგი აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან ტრედივით აქვს თავი გამოკიდებული და ნიკაპი წინ წამოწეული, რაც სნაიპერული დარტყმისთვის იდეალური არის, ისეთისთვის როგორც თუნდაც ილია თოფურია. ნაბიჯი მიუყვება გზას სატიტულო ბრძოლამდე, ეს არ არის რაღაცა არ გადაახტა, ასე ვთქვათ, რიგს, არ დაუშვა ის შეცდომა, რაც სხვა შორის ბრიტანელებს ახასიათებთ ხოლმე,
დარენ ტილი მახსენდება ერთი ასეთი მებრძოლი, დარწმუნებულად თქვენც კარგად გახსოვთ ეს ადამიანი ახლა სად არის კაც მარიცის, მაგრამ როდესაც UFC-ში იყო, ძალიან ნადრევად მოუტანეს მას ბრძოლა საჩემპიონო ჩხუბი ტაირონ უდლის წინააღმდეგ, იმიტომ რომ რამდენიმე ჩხუბი ჩაატარა, ჰაიპი ძალიან მაღალი იყო, თუმცა ნადრევად დააკისრეს მას ეს პასუხისმგებლობა, რასაც ქამრისთვის ჩხუბი ქვია და ნახეთ კიდეც რა მოხდა და მას შემდეგ დაიწყო მისი დაღმასვლა და მოკლედ საერთოდ გაქრა ეს ადამიანი. პედი პიმლეტის შემთხვევაში იგი კონსტრუქციულად ნაბიჯ-ნაბიჯ მიუყვება და ყველა იმ მებრძოლს ამარცხებს, ვისაც UFC აძლევს მას. ვიცით რომ მერსისაიდელმა პედიმ თქვა რომ არაზროს ამბობს ბრძოლაზე უარს, ანუ ვისაც აძლევენ ყველას თან ხდება. ახლა თუ იყო რეიტინგში მე-12 და ჩენდლერი იყო მე-7, დიდი ალბათობით კი არა და აუცილებლად მე-7, მინიმუმ მე-7 გახდება პედი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემი სუბიექტური აზრით იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რაც ახლა 155-ში ხდება, პედის ერთი ჩხუბი აშორებს საჩემპიონო ქამრამდე. ჩემი პერსონალური აზრით, მე მგონია რომ UFC ამზადებს ნიადაგს პედისა და ილიას დაპირისპირებისთვის. და სცენარი მდგომარეობს შემდეგში. თუ ჯეკ დელა მადალენა დაამარცხებს ბელალ მუჰამედს და წაართმევს ქამარს, ამ შემთხვევაში ისლამ მახაჩევი დიდი ალბათობით ავა ქვესაშუალო ზონაში. და შეეცდება რომ ორი ქამრის მფლობელი გახდეს. ან მსუბუქი ზონის ქამართან ერთად ავა ზედაზონაში, ან გამოათავისუფლებს ქამარს. ეს ორი ვარიანტი არსებობს. ნებისმიერ შემთხვევაში მე მგონია რომ თუ მახაჩევი თოფურია ჩხუბი არ შედგა და დიდი ალბათობით არ შედგება, როგორც ნახეთ მახაჩევის გუნდის განცხადება და ასე შემდეგ და მით უფრო რომ ილიას არ უნდა კონტენდერებთან ჩხუბი და როგორც ირკვევა UFC დაპირდა მას სატიტულო ჩხუბს, თუმცა არ დაპირებიან მას დიდი ალბათობით მახაჩევთან, მე მგონია რომ მოხდება შემდეგნაირად. პედი და ილია იჩხუბებენ ან ვაკანტური ქამრისთვის, ან დროებითი ქამრისთვის. ეს არის ჩემი პერსონალური აზრი. მიუხედავად იმისა, რომ პედიმ თქვა, რომ არ ფიქრობს ახლა ილიაზე და უნდა ან ჯასტინი, ან დასტინი, ან ჩარლზ ოლივეირა, ან ის მდიდარი ბიჭი არმან სარუკიანი, სწორედ ამ ჩხუბების შემდგომ აუცილებლად შედგება პედის ქამარზე დაპირისპირება დიდი ალბათობით ილიასთან. ეს არის ჩემი აზრი და გონებ ამაში ლოგიკა ნამდვილად უნდა არსებობდეს. იმიტომ რომ დასტინ პორიეს უნდა ჩხუბი, რომელიც მას გაიყვანს პენსიაზე და დარწმუნებული ვარ, არ უნდა მას ეს ჩხუბი ამომავალ კონტენდერთან, რომელსაც სისხლი უდუღს და ერთი სული აქვს თავს, როდის გაუჩეჩქავს მას. ჯასტინ გეიჯი ვეტერანი უკვე, რომელმაც ძალიან ბევრი დარტყმა მიიღო თავზე და ახლა გეითქიფერივით მოგვევლინა, ანუ ის უნდა გეიჯის ბარიერი უნდა გადალახოს აიმისოდ რომ ტიტულზე იჩხუბო. კი, ალბათ ვარიანტი არის რომ გეიჯისთან დააპირისპირებენ პედის, ანდაც არმან სარუკიანი, ან ჩარლზ ოლივეირა, ანუ პრინციპში ის კონტენდერები, რომლებიც ილიასთან ერთადაც მოიაზრებიან კონტექსტში. მე მაინც ვემხრობი იმ აზრს, რომ გარდაუვალია პედისა და ილიას დაპირისპირება. ისე დაალაგდა ყველაფერი, რომ ახლა ერთ ზონაში არიან და ორივეს ქამრისთვის ჩხუბი უნდა. მე მგონია, რომ ისლამ მახაჩევი არ დაუპირისპირდება ილიას. მე ამაზე ფიქრს კაიხანია შევეშვი და ეს არ მოხდება. მას როგორც ჩანს სხვა გეგმები აქვს. ჩვენთვის მთავარია, რომ ილია გახდეს ამ ზონაშიც ჩემპიონი და არანაკლები მნიშვნელოვანი იქნება პედი პიმბლეტთან დაპირისპირება დამერწმუნეთ, იმიტომ რომ პედი მართლა ძალიან ძლიერი მებრძოლია და მას პოტენციალი კიდევ აქვს. მით უფრო რომ დაუმარცხებელია UFC-ში ილიას მსგავსად, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არ ჰქონდეს ისეთი რეზიუმე, როგორიც აქვს ილიას და არ აქვს ისეთი ფინიშების დასტა, როგორიც აქვს ილიას, მით უფრო რომ ეს პირველი ტექნიკური ნოკაუტი იყო პედისთვის მას შემდეგ რაც გადმოვიდა UFC-ში. თქვენას ფიქრობთ, დამიწერეთ კომენტარებში, გამოიწერეთ ჩემი არხი. დაალაიქეთ ვიდეო თუ მაგეწონათ, რაზეც საუბრობ დღეს და დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.